მოგესალმებით, ჩემი ძირფასება და ჩემი კარგება, ჩემი მშვენიერებო, დღეს ვნახოთ ასეთი გაშლა გავაკეთოთ. რაში ხედავს ის პრობლემას, რომ იყოს თქვენთან ერთად? ვნახოთ, ეხლა პირველ რიგში მინდა თქვენი გოგოს სიგნიფიკაცია გავაკეთო, უცბად ვნახო. მერე მინდა უკვე მაგისტრის გამზადებული კითხვები. ვნახოთ თქვენ შორის რა ხდება, ვნახოთ რამდენად ახლოს ხართ თქვენ ეხლა. გითხოთ ეხლა ჩვენ დასდას რას გვეტყვის ეხლა პირველი დედოფალი იქნებით თქვენ ვინც მიყურებთ პირველი მეფე იქნება თქვენი პარტნიორი ვნახოთ რა ენერგიები ხო და თქვენ შორის რას ხდება იმასაც კი ვნახავთ ну ეხლა არის როგორი მომენტი ეხლა არის უკვე მაჩვენებენ ენერგიას როცა შეიძლება თქვენ შორის ეხლა იყოს უკვე მანძილი всё აგერ არის გვერთხების დედოფალის გამოვიდა ანუ ნახეთ რა ხდება გვერთხების დედოფალი ანუ ქალი რომელიც საქმიანი ქალი რომელიც ეხლა პრინციპში არის სულ გადართული თავის სამუშაო პროცესებზე პრინციპში ის საქმე რომელიც თქვენ ხართ დაკავებული ძალიან მოგწონთ თქვენ აქ ეხლა სხვათა შორის აი აქ ვიღაცასთან მიდის აი ძალიან დიდი განვითარება, სულიერი განვითარება რაღაცას შეიძლება, ანუ ძალიან დიდი ცვლილება შეიძლება იყოს, აქ ვიღაცა შეიძლება შეცვალა ან სახლი ან ქვეყანა არის ესეთი მომენტი, ან ფიქრობთ რა უნდა გავაკეთო კიდე მე ჩემი ცხოვრებისთვის, კიდე უფრო კარგი ისი გავახარო ჩემი თავი, იმიტომ რომ მარტო ყოფნად დავიღალე. მაგრამ კიდე აქ არის როგორი ისეთ შეიძლება თქვენ რაღაც პერიოდში შეიძინეთ ისეთი ცოდნა, რამაც შეცვალა თქვენი ცხოვრება და ეს მოგწონს ძალიან. ან დაუშვათ დაიწყეთ რამის ან სწავლას, ან ახალი სამსახური შეიძლება იყოს, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ თქვენი ცოდნა გამოიყენოთ. და ეს თქვენ მოგწონთ პრინციპში, ეხლა ასე რომ ვთქვათ, ხო? მაგრამ აქ ეხლა მინდა რომ ვიპოვოთ ჩვენი მეფეს იმიტომ რომ ნახეთ აქ დედოფალზე ლაპარაკი რომ ცვლილებები მიდის აჰა მოვიდა არა არ მოსულა მეფე ეხლა მოვძებნი კარგად მოიცადეთ და მოგიყვებით სიტუაციას რაც ხდება იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი როგორი მომენტი არის იცით უფრო გოგოზე მიყვებიან რომ თქვენ თითქოს იპოვეთ თქვენი საქმე, თქვენი თავი, თქვენი даже თქვათ შეიძლება даже ფიქრობდეთ, ანუ როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან. აქ უფრო იცით რანაირ გოგოზეა საუბარი, რომელიც აი ეხლა თქვენ ძალიან მაგრად უნდა განიცადოთ კი არა, გრძნობდეთ რომ თქვენ ცხოვრებაში ეხლა მიდის ძალიან დიდი ცვლილება. კიდევაც გავიმეორებ რომ ვიღაცამ იპოვა თავისი დანიშნულება, თავისი საქმე, რომელიც მაგას მოსწონს, რომელიც გულით სიამოვნებს. როცა შეიძლება დიდი ხანი ან შიში ქონდეთ, ან ვერ აკეთებდით რაღაცას, მაგრამ აქ გადაწყვეტილება თქვენ მიიღოთ, რომ მე შემიძლია, მე მინდა ახალი დაწყებული რაღაცა საქმე გაქვთ რა. პლუს კიდე აქ უნდა გრძნობდეთ ძალიან მაგარი კავშირი თქვენ საგვარეულოსთან, ახალი ძალებთან. უნდა გრძნობდეთ, რომ აი შეიძლება даже თქვენთან აქ შეიცვალა ურთიერთობა, თქვათ, ანუ თქვენი გარშემო საზოგადოება თუ როგორ თქვა, სწორედ რომ შეიცვალა. თქვენში ბევრი რაღაცა შეიცვალა, თქვენ შეიძლება თქვენს თავზე ბევრი რაღაცა გაიაზრეთ. ანუ ძალიან საკმარისად დიდი დრო გქონდა თქვენ იმისათვის, რომ თქვენ გეფიქრათ თქვენს თავზე და ეხლა უკვე დროა რომ შევცვალო ახალი გზა მინდა, მხოლოდ შეიძლება პრაქტიკებს აკეთებდეთ, განიკურნეთ, მაგრამ აი ძალიან ესეთი ენერგიები მოდის, როცა ადამიანი გადადის რაღაცა, ანუ თუ დაუშვათ გქონდა თქვენ ისეთი პერიოდი, რომ თქვენ დიდი ხანი გიწევდათ თქვენ თავთან ყოფნა მარტო. აქ მე ვერ ვხედავ, რომ თქვათ რამე ისეთი ურთიერთობები და რაღაცები, არა. აქ მე ვხედავ სიტუაციას, როცა ადამიანი რაღაცას ანუ
თავის თავთან რომ იყო, ეს იყო მისთვის სასიამოვნო. ეს იყო მისთვის აი კარგი პერიოდი, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა გავიგე ჩემ თავზე, ბევრი გავიგე რაღაცა ურთიერთობა, ბევრი რაღაცა აი შევცვალეთ ჩემი დამოკიდებულება თუნდაც, ხო? ბევრ რამე, აი რაღაცა თითქოს პასეულებები, ანუ რომ დამოკიდებულები ზოგი შეიძლება даже ნათესავებთან შეცვალა დამოკიდებულება არ არის გამორიცხული. ზოგს გაეხსნათ რაღაცა ნიჭი, რომელიც იყო ჩაძინებული თქვენში. ანუ თუ დაუშვათ იყავით თქვენ აი შინაგანად ცოტა აფორიაკებული, ესეც გაგეხსნათ. ანუ დაასრულეთ რა ეს სიტუაცია, რო თქვათ, ახლა უკვე მე მჯერა ჩემი თავის შეიძლება რაღაცა ისეთი მოხდა აქ და თქვენ ნამდვილად აი რა იყო თქვენში ჩაკეტილი, თითქოს გაგეხსნათ და უფრო მეტად თქვენ აქ მაჩვენებენ რომ რაღაც სულიერ განვითარებისკენ ხარ წასული. შეცვალეთ, კი ბატონო, შეცვალეთ. ანუ даже როგორ არის, ვიპოვე გზა, რომელსაც მე ვერ ვხედავდი, რომელსაც მე ვეძებდი. ხო გეუბნეთ, შეიძლება იყო ჩაკეტილი დაუშვოთ ახლა ფინანსური მდგომარეობა, თქვენ უფრო მეტი გინდოდათ დაუშვოთ, ხო? და აი ვფიქრობდეთ რა შემიძლია კიდე გავაკეთო იმისათვის რომ გავაუმჯობესო ჩემი სიტუაცია თქვა ფინანსური, ხო? იმიტომ რომ იყო რაღაცა პერიოდი, როცა თქვენ ახლა ძალიან განიცდით ფინანსზე და შეიძლება თქვა ნუ რამე არ ყოფნით. პლუს კიდე ახლა აქ არის ზოგისთვის შემიძლია გითხრათ რომ ძალიან დიდი დანაკარგი განიცადეთ თქვენ ურთიერთობის თემაში ან განცდა ნახეთ აქ ორი ვარიანტი იქნება ზოგი თქვათ ახლა ფინანსური მდგომარეობა ისეთი ქონდა რომ ნამდვილად ქონდა დიდი განცდა და ეს პრინციპში აი ზუსტად არ გამიკვირდება რომ თუ დაუშვოთ თქვენ ქონდა დანაკარგი გინდაც ფინანსური, გინდაც ახლა შეიძლება სიყვარულის, ხო? ეს ყოველთვის არის უპირველესი ბიძგი იმისათვის, რომ ადამიანი უფიქრდება, ნუ აი რატომ არის ჩემ ცხოვრებაში ეგეთი რაღაცა, რატომ ხდება ეს რაღაცა მომენტები ჩემ ცხოვრებაში, რა დავაშავე მე ისეთი რა. ანუ მოგცეს თქვენ სამყარომ, თვითსამყარომ მოგცა დრო იმისათვის, რომ თქვენ დაფიქრებული იყავით თქვენ ცხოვრებაზე, ანუ იმაზე რომ თქვათ რაღაცა უნდა შევცვალო, მოვიდა დრო იმისი რომ უნდა შევცვალო რამე. და როცა ჩვენ აი რაღაცა გვეძლევა ნიშნები, ზოგჯერ ჩვენ მაგას ვერ ვხედავთ, ვერ ვკითხულობთ და ამიტომ ჩვენ გვაგდებენ აი ასეთ მდგომარეობაში, როცა მე აღარ უკვე всё შეუძლებელია, აი ძალიან უკვე აღარ ვიცი სად წავიდე და აი მაგ დროს, როცა ჩვენ არ მივდივართ თქვათ ჩვენი ნებით განვითარებაში, სულიერ განვითარებაში, მაშინ ჩვენ გვაძლევენ აი ასეთ მომენტებს, რომ თქვათ გვარტმევენ ასე რომ თქვათ ახლა ურთიერთობასაც, ნუ გვარტყავენ ყველაზე მტკივნეულზე, ფულზე ურთიერთობაზე რა. ეხლა მეფე მინდა მოვძებნო მე აქ თქვენი რაღაცა არ ჩანს, რაღაც ძალიან მანძილი გაქვს, ან არა გაქვს თქვენ მაგ ადამიანთან ვაფშე არანაირი კავშირი, რაღაცა შეიცვალა რა თქვენ ცხოვრებაში. მაგრამ აი აქ თვითონ თქვენ გეძლევა ძალიან დიდი საშუალება იმისი, რომ თქვენი გახსნათ თქვენი ნიჭი, თქვენი ვარსკვლავი და ანუ ეს დრო იყო, ხო გეუბნებით ჩვენ ახლა ურთიერთობას ხო უნდა შევეხოთ, აქ არ მაჩვენებენ, არ გამოსულა საერთოდ მეფე, ესე იგი კიდე გავიმეორებ, ან არა გაქვთ თქვენ დიდი ხანი ურთიერთობა, ან ძალიან დიდი მანძილი არის თქვენ შორის რა. მაგრამ თქვენ ამ პერიოდში ქონდათ ის სიტუაცია, რომ თქვენ გეფიქრათ, ანუ თქვენს ფასეულებებზე, თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს ანუ ცვლილებებზე, იმაზე მე რამე სიამოვნება შეიძლება, ან საქმეს, ნუ აი ეგეთი ენერგიები მოდის და ეხლა გამოდიხარ თქვენ გამარჯვებული, იმიტომ რომ აი თითქოს ნახეთ, სულ თქვენზე საუბარი, ნუ ჩვენ ახლა თქვენს პარტნიორზე კი გადავალთ რა. აქ როგორი სიტუაცია არის, იცით? თქვენ ამ პერიოდში შეიძლება ისეც კი იფიქროთ, რომ მე არ მინდა, მე დავასრულე ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, ვინც თქვათ ახლა შეიძლება არაფერი არ შემოაქვს ჩემ ცხოვრებაში, აი даже ანუ არასერიოზული თქვა დაუშვით, მე ახლა თქვენ ჩამოყალიბდეთ, თქვით რომ მე თუ დაუშვით ჩემს გვერდზე თუ იქნება ადამიანი, უნდა იყოს,
მამაკაცი თქვა გოგოებისთვის, ესე იგი ის უნდა იყოს უძლიერესი პიროვნება, შეიძლება ზოგის ცხოვრებაში უკვე გაიცანით თქვენ კიდევაც თქვა ან ინტერნეტის სივრცეში შეიძლება ან უცხოეთში თუ ხართ დაუშვათ ხო, მაგრამ აი აქ თქვენი არჩევანი თქვენ ახლა დაასრულეთ, ანუ იცით როგორ არის, აი ამ ტრანსფორმაციაში რომ იჯეკეთ სულიერ ტრანსფორმაციაში თქვენ მიხვდეთ რომ მე მინდა ჩემი ცხოვრებისთვის ძლიერი პიროვნება რომ იყოს ჩემს გვერდით, ძლიერი პიროვნება, რომელსაც ახლა ნამდვილად იმიტომ რომ თქვენ იმდენად გულნად კენი ხართ, ისეთ როგორ თქვენ შეგიძლიათ ურთიერთობაში ძალიან ბევრი ემოციების ჩადება, ძალიან ბევრი სითბოს ჩადება, ძალიან ბევრი ანუ იცით რა, როგორ ვთქვათ, მაგრამ ეთყობა ძალიან ბევრი ტკივილი გადატანილი საერთოდ, იმიტომ რომ კი გინდა თქვენ რომ იყოს თქვენთან ძლიერი ადამიანი, მაგრამ შეიძლება даже ერთგვარი შიშიც გაქვთ, რომ არ იცით რა ვქნა, რა გავაკეთო ახლა, რომ მე რა ვქნა, ჩავკეტო ეს გული და აღარ დავანახო არავის სითბო, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ემოციების გამცემი ადამიანი ხარ თქვენ და ბევრი სიყვარულის და რასაც უფრო აძლევთ ადამიანებს, ხო, უფრო მეტად გული გტკივა და ამიტომ ხართ ასეთ ფიქრებში, რომ რა ვქნა, რა გავაკეთო რა, აღარ გავახარო არავინ, აი როგორი უნდა ვიყო მაშინ მე ურთიერთობაში, თუ ჩემს სითბო და ჩემს ანუ სიყვარულს ვერ ხედავენ ადამიანები. გაიგეთ რა ხდება? აი ძალიან ესეთი მომენტი არის, იმიტომ რომ თითქოს აი უკვე მინდა დროზე გამოვიდე ამ მომენტებიდან, როცა აი ამ ფიქრებიდან რა. შეიძლება იყო თქვენ ცხოვრებაში ესეთი ადამიანი, ვისაც თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, უძლიერესი სიყვარული გქონდათ, თქვენ თვლიდით ამ ადამიანს, რომ ეს არის ჩემი მამაკაცი, აქ ზოგისთვის შეიძლება ქმარიც იყოს რა. და თქვენ იმდენი სითბო და იმდენი მიეცეთ ემოცია ამ ადამიანს, მაგრამ აი თითქოს აი არ დამიფასა. აი ეს ყველაფერი რაც კი მე ვდებდი ამ ურთიერთობაში გამიაუფასურა და ამიტომ აქ მოხდა ძალიან როგორ არის იცით, აი ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მაღალი ძალები დადგენ აი თქვენს დასაცავად რა, რომ აი რა ვიცი რა, ეგეთი რამე მოხდა. კიდე აქ შეიძლება სიტუაცია როგორი იყო იცით, შეიძლება იყო აი კიდევაც თქვენ ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, მოდით ენერგიებით ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ სხვადასხვა სიტუაციები გაყოლა, ზოგისთვის ქმარი, ზოგისთვის უბრალოდ მნიშვნელოვანი პიროვნება არის თქვენ ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი რა არის იცით, თქვენ უნდა როგორ გაიგოთ, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო, თუ თქვენში მაგისი ყოფნით შეიცვალა რაღაცა თქვენში, თქვენს ცხოვრებაზე, ხო, ცხოვრებაში, თქვენ დააკვირდეთ ამ ყველაფერს, ხო, თუ ესეთი ცვლილებები დიდი ხდება, ეს შეიძლება რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ მაგას ყველაფერს გავდივართ ტკივილით, ну ასე არის ეს აწყობილი სიტუაცია და ამიტომ სულ ვცდილობ ხოლმე რომ თქვენ ეს ნუგეში მოგცეთ, რომ იცოდეთ, რომ აი ეს სულიერისა და ფსიქოლოგიას და ეზოტერიკას რომ ერთად ვუღრევ ხოლმე, რომ თქვენ აი ამ მიქსმა მოგცეს შველა და გაგება და რომ თქვენ იცოდეთ რატო ხდება ეს ყველაფერი, ხო, ჩვენთვის აი ეს რაღაც მომენტები და აქ შეიძლება სრულიად მოულოდნელად მოხდა რაღაცა ესეთი სიტუაცია, რომ აი გაუგებრობაში შეხვედრა და ანუ 60 წელზე რაღაცა უცბად დაინგრა ურთიერთობა, რომელიც იყო მნიშვნელოვანი და თითქოს გაიყო თქვენი აი ეხლანდელი მდგომარეობა, როგორ ხართ, იცით რომ ანუ აქ გეუბნებით უცბად რა, უცბად, აი ეს ყველაფერი სიმშვიდე ნორმალურად იყო და უცბად რაღაცა 60 წელზე მოხდა ეს გაუგებრობა და მაგრამ კიდევ ბრუნდები იმაში, რომ აქ თქვენ მოგცეთ ამ პერიოდმა დიდი ტრანსფორმაცია, ჩვენ ახლა მაგ თქვენ პარტნიორსაც ვნახავთ, რა თქმა უნდა, მაგირა დღეშია და აქ როგორ არის, იცით, პრინციპში ეს პერიოდი ეხლა არ იყო ცუდი თქვენთვის, როგორც გითხარით, ეს უნდა მომხდარიყო აუცილებლად ისევ თქვენთვის სასარგებლოდ. თუ დაუშვოთ თქვენ ვიღაცამ გადაწყვეტილება მიიღეთ ამ პერიოდში, ან დაუშვოთ ეხლა ზოგმა ვებში პირველად დაიწყო ყურება თქვათ ვიდეოს, ну და როს გაშლების თქვათ შეიძლება ეზოტერიკა და მაინტერესა. ეს ყოველთვის ისე ხდება, რომ აი ადამიანი ლოგიკურად როცა უკვე ვერ ხსნის რაღაცა სიტუაციას, კიდე ეძებს უფრო მეტად მერე
ინფორმაციას და იმიტომ რომ ვერ ხვდებოდი ახლა და ამიტომ შეიძლება ზოგმე თქვა ვაფშე სრულიად მოულოდნელად ან თქვა დაიწყო ყურება ვიდეოს ან შეიძლება მოულოდნელად თქვათ ან გრძნობდეთ თქვენ რომ გააქვთ რაღაცა თქვათ ნიჭი ხო და ადეკეთ და დაიწყოთ თუნდაც ახლა ეზოტერიკის სწავლა და აი აქ დავიდანაც მაჩვენეს ეს პროგრამა განდეგელიც რომ ადამიანს აი ისეთი სიტუაცია შეიქმნა ისე შეიცვალა მისი ცხოვრება რომ ან უფრო ღრმად შევიდა ეზოტერიკაში ან დაიწყო რა შესწავლა რა აი ეგეთი რაღაცა სიტუაცია ნუ ეს მასე მუშაობს ყოველთვის ეხლა ავიყვანე ძალიან არაჩვეულებრივი კურსი კიდე ძალიან მაგარი ადამიანები შემოდიან ჩემთან იმიტომ რომ ნუ იგრძნობა რომ მართლა ბევრი რაღაცები აქ გამოვლილი და უნდათ რომ სხვებსა და მოვიდა თქვენი პენტაკლების მეფე გენაცვალეთ მობძანეთ თქვენი პენტაკლების მეფე რომ ნუ აი აქ არის როგორ ხო რასაც გითხარით პრინციპში ნუ თქვენ გაქვთ ამ ადამიანის მიმართ გრძნობა თქვენ გაქვთ ახლა რა თქმა უნდა მაგრამ ნახეთ რა ხდება გეტყვით ახლა ჩვენ გადავალთ უკვე მაგ ადამიანზე ლაპარაკეთ აქ როგორი სიტუაცია იცით თითქოს უკვე მაჩვენებენ თქვენს მეფეს აი ხო გითხარით ნახეთ რამხელა რაღაცა მანძილი აქან ძალიან დიდი ხნის პაუზა გაქვს ან ძალიან გითხარით კიდევაც მანძილი მაგრამ აქ მეფე დგას არჩევანზე რა რომ ან თქვენ ხართ მის მიმართ არჩევანზე იმიტომ რომ ეხლა ამ წუთში თქვენ ფიქრობთ ძალიან აი იცით როგორი მომენტი გაქვთ იმდენად ბევრი დრო მოგცეს თქვენ იმ მოსაზრებისთვის რომ თქვა აი თქვენი ურთიერთობა სულ გაანალიზეთ რომ უკვე პრინციპში ამ ადამიანზე ცუდი არაფერი აღარ დაგჭირთ გულიდან ცუდი რა ახლა ჩვენ ადამიანები ვართ ხო ბევრიც რო ვიცოდეთ რომ თქვა სულის დონეზე ასე ხდება უნდა მოსულიყო გაკვეთილები ასე შემდეგ მაგრამ მაინც ადამიანურ დონეზე ჩვენ ახლა გვაქვს რაღაც მომენტები რომ თქვა წყინს რაღაცა გული აი რატო კითხებს მაინც ვუსმევთ ნუ ასე შემდეგ და აქ გქონდა თქვენ ეს რაღაცა შინაგანი ბრძოლაც თქვენში მაგრამ ეხლა ისეთ პერიოდში ხარ თითქოს დაასრულეთ რა და უკვე აი ეს ცოდნას შეიძლება უსმინეთ გააშლებს შეიძლება ხო გითხარით ინფორმაციას რაღაცას პოულობდით და ეხლა მივხვდეთ რომ პრინციპში ეს ადამიანი ანუ ყველაფერი კარგი გახსოვთ მაგ ადამიანზე რა ანუ რაც კარგი იყო თქვენს ურთიერთობაში აი ეს თითქოს ის და გამოიღეთ აქედან მხოლოდ გამოცდილება რომელიც მიიღეთ აქ ძალიან დიდი თქვენ ეხლა გააკეთეთ სამუშაო მოდით ასე რომ ვთქვათ და ნამდვილად ზოგი даже ელოდება თქვათ რომ აი რაღაცა შეიცვლება რა თქვენს ცხოვრებაში, თქვენს პირად ცხოვრებაში, ეგრევე მაჩვენებს რაღაცა ცვლილებები გინდათ გამოსვლა მარტოობიდან, გინდათ გამოსვლა, იმიტომ რომ მაგრამ ეს პერიოდი თქვენთვის ცუდი არ იყო. მოდით ახლა ჩვენ გადავალთ უკვე თქვენს ჩვენ თემაზე რა, ანუ რა შეხედავს ის პრობლემას თქვენთან იყოს პრინციპში ჩვენს ახლა სიგნიფიკაცია თქვენ მიგიყვანა ზუსტად იმ ადგილამდე, რაზეც ჩვენ გვინდა რომ ვისაუბროთ, ხო? ეს შეგახსენებთ რომ ჩვენ გვაქვს აქ გრძელი გაშლები, კიდე გვაქვს არხი, სადაც ძალიან მოკლე გაშლებს ვაკეთებთ. ნუ ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, რომ ლინკი არის ვიდეოს ქვეშ, გადადეთ თუ გინდათ და ნახოთ მოკლე გაშლები. ეხლა ნახოთ მისი ემოციური მდგომარეობა დღეს. რას განიცდის? რა სულიერად როგორ გრძნობთ ძავს? უყვარ ხართ თუ არა თქვენ, მისი ქმედება აი ნუ რა უნდა ელოდოთ მისგან საერთოდ პერიოდი მოდით ავიღოთ ჩვენ ნუ მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში რომ ხშირად ვაკეთებთ მასეთ თემებზე გაშლებს ამიტომ ეგრე იყოს და რაში ხედავს ის პრობლემას რომ თქვენთან იყოს როგორ გადაწყვეტავს მაგ პრობლემას რა შეიძლება შეუშალოს ხელი რა დაეხმარება და ნუ საერთოდ როგორი შედეგი რა იქნება ამ ყველაფრის რა ნუ ეხლა მაჩვენებენ რომ რაღაცა თქვენთან არის პერიოდი ნახეთ ჯერჯერობით კიდე რომ ქმედება არ არის თითქოს რაღაცნაირად ფიქრობს ალბათ ამ სიყვარულზე მაგრამ აი არ იცის არ მოქმედებს ეს ადამიანი ან არ იცის როგორ უნდა გააკეთოს ან შეფიქრობს ხო იმიტომ რომ
უდიდეს ტრანსფორმაციაში არის ეს ადამიანი აქვე ამბობს რომ ძალიან რაღაცა ესეთი პერიოდი დამთავრდა მაგის ცხოვრებაში, რომელიც იყო ძალიან ლამაზი და ძალიან კარგი სიყვარულით სავსე. მის გვერდზე იყო ქალი, რომელიც იყო ძალიან ემპათი, აი გრძნობდა რა უნდა მაგას, ხო? რა უნდა რომ თქვათ ასიამოვნოს, ნუ როცა შენ ინტუიცია გაქვს ძალიან მაგარი და იმს ჯერ დაუშვოთ ახლა იფიქრა და შენ უკვე გააკეთე რა ეგეთი ინტუიცია და ამან ვერ შეინარჩუნა თავისი ხასიათების გამო ეს ვერ შეინარჩუნა ამ ადამიანმა და ნახათ ახლა უკვე არ იცის რომ წავიდეს მაგასთან მიიღებს ეს გოგო საერთოდ მიიღებს თუ არ მიიღებს იმიტომ რომ იცის რომ ძალიან აწყენინა ამ დროს ეს გოგო ღმერთით გამოგზავნილი არის მისთვის და არის უძვირფასესი ანუ თითქოს даже აი ეს მე არ გამეკვირდება რომ შეიძლება მადლობას უხდის ან თავის მფარველი ანგელოზებს ან ღმერთს რომ ღმერთო მადლობა რომ ასეთი აი ნამდვილი ქალი ასეთი ძვირფასი ასეთი ღირსეული ქალი იყო ჩემ ცხოვრებაში და მაგრამ ეხლა არ ვიცი საერთოდ ეხლა ნუ არაფერი არ იცის თქვენს შესახებ რა გააკეთოს რა კი უნდა თქვენთან მოსვლა მაგრამ აი ნუ ნახოთ ეხლა ჩვენ აქედან ეს ანუ მისი ემოციური მდგომარეობა ეხლა ну შემიძლია გითხრა ეხლა რაღაც სტაბილური არის შეიძლება არის ისეთ ადგილას სადაც კარგად გრძნობს თავს ну შეიძლება სახლში შეიძლება სამსახურია ხო მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა მე არ შემიძლია ვთქვა რომ აი რაღაცა განცდებში არის რა ახლა ამ ეტაპზე არის სტაბილური რამ გამოიწვია შენი სტაბილურობა მოდით ვნახოთ ეხლა ჩვენ ну აქ რაღაცა არჩევანი გააკეთა ამ ადამიანმა ეს რა არის აქ შეიძლება როგორი სიტუაცია ის არჩევანი გააკეთა რაღაცა შეიძლება შეტყობინება იყო რომელმაც გადაწყვეტილება მიაღებინა მაგას და საბოლოოდ რა მიიღო შენ ну მიხვდა მაგ ადამიანმა რომ ისეთ როგორ არის ახლა სტაბილურად რატო არის იმიტომ რომ ეგეც ხო გითხარი ძალიან დიდი ტრანსფორმაციაში იყო და ამიტომ მიხვდა მაგან რომ აქ ამ წასული სხვათა შორის თქვენგან ხო და დასრულები თქვენგან შეიძლება მოხდა აი თქვენი უმაღლესი დონის ნუ შეფასება რა მიხვდა რომ ამიტომ აქ იმპერატრიცა და პენტაკლების დედოფალი ერთად ეს უკვე ზეგ რა ვიცი მე არ ვიცი რა გითხრათ რა დონის შეფასება ახლა მაგაზე მეტი შეფასება ნუ პროსტა არ არსებობს რომ ქალღმერთია რა ვიცი მე და ანუ თან პლუს კიდე ნახათ ახლა მის სესულიერი ამ სიყვარულმა ძალიან შეცვალა ანუ როგორ არის იცით ბავშვური საქციელი იყო ჩემი იქიდან წამოსვლა მაგრამ ერთი მხრიდან კარგი იყო იმიტომ რომ ეს ადამიანი რო წავიდა მაგას ჰქონდა ძალიან ბევრი დრო რომ აი ეს გადაფასება გაეკეთებია და თქვენზე შეიცვალა აზრი რომ ანუ მიხვდა მაგან ახლა აქ რამის როგორანაირად ახლა რა ვიცი ნახოთ მაგრამ აი აქ ამ ადამიანმა მიხვდა ის რომ თქვენზე რაღაცა სხვანაირი წარმოდგენა წამოვიდა გაიგეთ ამ ტრანსფორმაციაში რო იყო ეს ადამიანი კი მიხვდა მაგან ნამდვილად რომ აქ არის ანუ სხვანაირი სიტუაცია რა ანუ სხვანაირად შემოხედეთ ამ ჩხუბმა ანუ ჩხუბი დავარქვათ გაუგებრობამ გამოიწვია ამასში რაღაც მიხვდა რომ თქვენ რო ხართ მისთვის აი ძალიან ეს აქ ისი მიყვარს ეს ორიანი თასების ნახეთ როგორია თუ დაინახავთ აი გადასკვანჯულები არიან რომ მიხვდა რომ მაგას ახლა ან თქვენთან ჩახუთება თქვენთან შეიძლება უყვარს მაგას აიმენა ეს სიახლე აქ დაჟე ნახეთ იმას არ მაჩვენებენ რომ ანუ თქვათ ვნება სექსი რამე არა აქ ძალიან ღრმად მაჩვენებენ რომ ანუ თითქოს აი იმ არჩევანმა რომელიც მან გააკეთა თქვათ შეიძლება არ იყო თქვათ დაუშვათ აი არასწორი არჩევანი შეიძლება ნუ მაგ შემთხვევაში მე შემიძლია გითხრათ კარგი იყო ეს სიტუაცია აქ
იმიტომ რომ მაგან გადაფასება გაიარა ძალიან დიდი. ნახოთ რაზე ნერვიულს, რაზე განიცდის ეს ადამიანი. ნუ ეხლა განიცდის რაზე, იცით უფრო შემიძლია გითხრათ, რომ აი თავის შეიძლება ხასიათზე, იცით, რომ რატო ვარ ეგეთი ფიცხი, რატომ ასე უცბად ვიღებ რაღაცა გადაწყვეტილებას, რატომ ასე ვჩქარობ ხოლმე რა, აი რატო, აი ხო შეიძლებოდა რომ გადავფიქრებულ ვიყავი, აი და მე გამიკეთები ეს გადაწყვეტილება, ხო რაც მე გავაკეთე, ანუ ძალიან სუსწრაფი ვარ, რა ძალიან რაღაცა აი ეს მოусვენრობა რაღაცა ეს ჭირთ, გაიგეთ და ანუ ხასიათი აქ ძალიან ესეთი ფიცხი რა, უცბად რაღაცა პეთქდა გითხრა და ეხლა ამაზე ნანობს, რომ რატომ ეხლა მე ასე გავაკეთე რა. ნუ ვნახოთ ეხლა რა აქვს მაგას სულზე. სიმშვიდე, იცით ეხლა სიმშვიდე აქ რაღაცნაირად კარგად არის. სიმშვიდე, იცით რატო აქვს სიმშვიდე? იმიტომ რომ აი კიდევ გეუბნებით რა, სულიერად დამშვიდდა, იმიტომ რომ ეხლა ეთყობა ეს ტრანსფორმაცია დასრულდა მაგისე. და ამიტომ ეხლა ანუ ბევრი, იცით როგორ არის, ნახეთ ჩვენ რატო ვბორი აყოფთ, რატო ვთქვათ ნერვიულობთ, რატო ვტირი ვართ და კი ვარ და რაღაც. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რატო ხდება. ეხლა აი როცა შენ დაუშვათ ნახულობ თქვათ ინფორმაციას, უსმენ, შენს თქვათ გონებას უხსნი რატო ხდება ეს ყველაფერი ახლა, ხო? რა აძლევ ინფორმაციას, ხო, შენს გონებას, ის მე მშვიდდება და მე შენ სულიერადაც მშვიდები, იმიტომ რომ აქ შეიძლება აი სულიერად კარგად გრძნობს თავს ეს ადამიანი ახლა, იმიტომ რომ გავიგე მე ყველაფერი, რაც კი ახლა, ნუ დავალაგე ასე რომ ვთქვათ, ჩემი ეს მომენტები, რომელიც იყო ჩემთვის გაუგებარი. ნუ ნახოთ ეხლა უყარხარ თუ არა თქვენ? კი არ უყარხართ, ეს არის ნახეთ რა ხდება. ეს არის იმხელა მიჯაჭვულება არის, ნუ ეს სიტყვა ხო ვერ ვისწავლე, ხო? ანუ ძალიან არის, როგორ იცით, ანუ აქ შეუძლებელი არის თქვენს გარეშე მისი ყოფნა, შეუძლებელი. ეხლა ნახეთ, აი აქ არის ეშმაკის არკანი, აი აქ არის იეროფანტი და 10-იანი პენტაკლების და ანუ ეს რა არის, იცით? აქ დაჟე ვეტყოდი, რომ ამ ადამიანს აქ რაღაცა გადაწყვეტილება მიიღო სერიოზულობისგან. ნახეთ, აქ მაჩვენეს, ანუ იმპერატრიცა და პენტაკლების დედოფალი. ანუ შეიძლება ამ ადამიანს, მოდით ასე ვთქვათ, ახლა ხო, აი ტარო უბრალოდ გვეუბნება ჩვენ, აი როგორ პროცესში შეიძლება იყოს ადამიანი, ნახეთ. მაგ პერიოდში ეს თქვენი ადამიანი დაფიქრდა რას? თან სულიერი სიმშვიდე, ხო გეუბნებით, აქ დარშება ეკლესიაში იყო წასული, ვერ გეტყვით. მიხვდა მაგან ერთ რაღაცას, რომ ანუ ურთიერთობა, ხო, არ შენდება მხოლოდ თქვათ სექსუალურ თემებზე რა. ანუ უფრო მეტი რაღაცაა საჭირო, გაიგეთ, თუ გინდა რომ შენ გქონდეს თქვათ სიმშვიდე, ხო? ანუ უნდა იყოს დალაგებული უნდა იყოს შენ სულთან პირველ რიგში. კარგით, ეხლა ნახეთ, უყარხარ თუ არა თქვენ, ნუ აქ ახლა რა უზომოდ უყარხარ თქვენს გარეშე ეს ადამიანი გრძნობს თავს ცუდად, ვერ ვისვენებ, არ შემიძლია, ანუ მაგრად აი თქვენ მაგას იზიდავთ, ძალიან ანუ იმდენად სექსუალური ხართ მის, სადაც შეიძლება თქვათ, რომ ხედავდეს ეს ადამიანი, ხო, აი თქვათ ინტერნეტში თუნდაც, ხო? ანუ იმიტომ რომ აქ ახლა ესეთ არკანებს მაჩვენებს, შეიძლება თქვათ, ნუ რა ვიცი, სადღაც კიდე ხედა. ანუ მისი სული უნდა რა, მისი სული ითხოვს რა, რომ მინდა სულიერად მინდა მასთან მისვლა რა. და ანუ სადაც ხედავს თქვენ იმდენად იზიდავთ, რომ უკვე აი როგორ გითხრათ, მოთმინებისაც არა აქვს უნარი მაგას უკვე, რომ იმდენად მინდა რომ მოვიდეს, ასე ვთქვათ რა, ეს ადამიანი თქვენთან, მაგრამ ნუ ვნახოთ, ეხლა ჩვენ კითხვები ხო გვაქვს რა უშლის ხეს, ხო აქ.
იმიტომ რომ აი აქ არის მაგარ რა მომწონს იცით ამ პოზიციებში რომ ადამიანმა თითქოს პასუხები ვიპოვდა მიხვდა რომ თუ მე მინდა ანუ ოჯახური ურთიერთობა მინდა ისეთი ურთიერთობა მინდა რომ უკვე აქ ესეთი ის გიჟური საქციელი კი არა ისედაც ბავშვით მოვიკეცე ეს რა გავაკეთე რა და ანუ სერიოზული მინდა ნორმალური მინდა და არა ეს რაღაცა არანორმალური რა კარგით, ვნახოთ მისი ქმედება, ანუ რა შეიძლება უნდა ისე ეროფანტე. აი გავგიჟდე, აქ ეროფანტე, აქ ეროფანტე. რა არის გოგოებო, არ გაგიკვირდეთ, რომ ეს ადამიანი ეხლა დაუშვათ, ნუ გამოჩნდება ალბათ, იმიტომ რომ აქ შეუძლებელია, რომ არ გამოჩნდეს, ჩვენ მაინც ნახავთ ეხლა. ანუ რა უნდა ელოდოთ მაგისგან. აქ გეუბნებით, რომ შეიძლება ზოგისთვის ადამიანი მოვა და გეტყვის რომ მოდი ვიცხოვროთ ერთად. შეიძლება გეტყვის ადამიანი რომ მოდი თქვათ ახლა ხელი გთხოვოს, არ გამიკვირდებათ, მაგრამ არა რა გეუბნებით. აქ თითქოს გოგოებო ძალიან ღრმა გაშლა, ნუ და კარგად დაუკვირ და ნახეთ რა ხდება. მაღალი არკანები. აქ ადამიანი გეუბნებით რომ იმდენად ძლიერი არის თქვენი კავშირი, იმდენად ძლიერი რომ აქ უბრალოდ შეიძლება ვიღაცა მიიღო გადაწყვეტილება იმისიც რომ ანუ შენთან მინდა რა. აი მაშინ შენს გვერდით როცა ვარ, აი მაშინ ვგრძნობ თავს მე მშვიდად, მაშინ მე ვგრძნობ თავს ძლიერად, მაშინ ანუ აქ რაღაც ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გამოვლი რა ადამიანს ჩემო სიხარულებო ძალიან. აქ რაღაცა აი უდიდესი განცდა აქ ადამიანს და ვერ გამოდის ეს ადამიანი რა როგორ არის ისეთ ანუ რაც არ გავაკეთე, რაზეც არ ვფიქრობ, ტვინი გასკდა რა. მინდოდა დაშორება, მინდოდა თქვა ახლა ხო წამოვედი ხო ვთქვი რომ მივდივარ, აღარ მინდა არაფერი რა. ცდილობდა ეს ადამიანი, მაგრამ იმ ტრანსფორმაციამ შეიყვანა ისეთ ფიქრებში, რომ ანუ არა გითხრათ რა. ამას ოჯახი უნდა გაიგდა, ალბათ, ნუ რადგან თქვენთან მოდის ამ ეროფანტით, ესე იგი თქვენთან უნდა. თქვენთან იმიტომ რომ თქვენ იმდენ ძალას აძლევთ, თქვენ რაღაცნაირად აი ნუ შეუძლებელია აქ ნახეთ შეხედეთ ახლა როგორი არკანი არის მთვარის შეხედეთ როგორ არიან მენტალურად ადამიანების ერთმანეთთან აქ რაღაც სერიოზული შეიძლება საუბარი შედგეს. ნუ მოდით ვნახოთ ახლა ამაში რაშია პრობლემა რომ თქვენთან იყოს ერთად. მაგისი აი არ მოქმედებს, გაიგეთ, რაღაცა დგას ერთ ადგილზე. და ეს პრობლემა რაშია, რომ მისი უმოქმედების კი ბატონო. ვერ ბედავს, რატო? განცდები აქ, რის განცდები გაქვს? სულიერი განცდები აქვს ამ ადამიანს. იცით რა არის, მაგას გონია რომ წარსულზე არის დასმული აქ წერტილი წარსულზე თითქოს. იცით რომ აი გონებაში არის როგორ თან მოდის უნდა თქვენთან მოსვლა. შეიძლება რაღაცა მომენტები არის, რომელიც თქვა დაუშვათ ახლა რაღაცა მოგონებები აქვს ესეთი, რომელიც გულს ტკენს მაგას იცით. და შეიძლება კიდევაც იყოს ეს მომენტი, რომ მან ახლა აქ არ უნდა გაიხსენოს რაღაცა სხვა, რაღაცა მაგას ეწყობა, რაღაცა ის პერიოდები ახსენდება, რომელიც არ მინდა რომ ახსოვდეს რა, კიდე. და შეიძლება ეს ფიქრები ზუსტად არ აძლევენ მაგას საშუალებას, რომ აი დაბრუნდეს. შეიძლება ფიქრობს, რომ ისე იქნება, როგორც იყო, მაგრამ მაშინ აქ რა ტრანსფორმაციები გაქვს.
მაგას რა არ უნდა იცით, რომ ანუ რო უყურებს, ხო? კი, ფიქრობს დაუშვოთ, ხო, რაღაცა დაბრუნებაზე, რაღაცა, მაგრამ აქ თითქოს ვერ ხედავს აი რა ახალი რა უნდა იყოს, გაიგეთ რაღაცა. შევფიქრობს როგორ იცით კიდე? რო თქვენ არ აპატიებთ მაგას, იმას რაც მაგან გააკეთა. არ ვიცი, მე კი მინდა, მაგრამ მე არ ვიცი ის რანაირად მაპატიებს იმას, რაც მე გავაკეთე. და ეხლა ანუ თითქოს მაგიტომ არ აკეთებს ამ ნაბიჯს, რომ გიყვაი შორიდან შეება გიყურებს თქვენ, ხო? აი ეს მომენტები პატარა ბავშვებით არის, იბრძვის თავის თავში, აქ ძალიან მაგარი ბრძოლა. მაგრამ გზას უყურებს. აქ გეუბნით მაგასთან ტრანსფორმაცია არის იმისთან, რომ რა ვიცი, ჯერ კიდე არის რაღაც პერიოდები რა. და ნახოთ ხა როგორ გაუმკლავდება. კი, იმას მოიფიქრებს, ნახავს ეგ რაღაცას, ეხლა პროცესში არის, სამ პროცესში არის და რა უშლის ხელს. ნუ ეს რაღაც გულის ტკენა რა დაეხმარება. ეხლა ნახეთ როგორი ხდება. ეხლა ეს ადამიანი არის პროცესში. აქ მიდის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მის აი როგორ არის იცი, ეხლა ნახეთ, როცა არის ესეთი მომენტი მაპატიეთ ზოგჯერ უბრალოდ ვეძებ ქართულად სიტყვებს რა, იმიტომ რომ ცოტა რთულია აქ ძალიან ღრმა თემები და ვცდილობ მაქსიმალურად აგიხსნათ თქვენ ქართულად, თან ადვილი ენით. ნახეთ, რამხელა ამოცანა მაქვს მეც ხო თქვენთვის, რომ კარგად აგიხსნათ. ანუ აქ ადამიანი ეხლა ფიქრობს, ეძებს გამოსავალს, იმიტომ რომ რა უშლის ხელს და აქ თითქოს აი უიმედობა დავკარგე. და რატო ფიქრობ ასე შენახლა, რომ დაკარგე? მარტო ვარ, არავის არ ვჭირდები, არავის არ ვუყვარ ვარ, ვაფშე რას ვაკეთებ მე ამ ცხოვრს, აი რაც მინდა ეს ყველაფერი, იმიტომ მე ვარ მარტო. აქ არის სიცარიელი. აი ეს უშლის ხელს, სიცარიელი, დეპრესია, შეიძლება ზოგისთვის даже სვამს გოგოება. შეიძლება აი უფრო კიდე და აი აქ ახლა როგორ პერიოდ შეგეწყოთ მე ახლა თქვენ. არის ესეთი მომენტები, პრინციპში ახლა ეს სხვათაშორის ემართება ძლიერ ადამიანებს. როცა აქ ძლიერი ადამიანი არის და ნახეთ და ორივე ხარ ძლიერები თქვენ და ძალიან აი რაღაც ეს გაკავშირეთ კიდე ნახეთ რა ხდება. ძლიერი ადამიანები რომელსაც არ შეუძლია რომ დაანახოს სხვებს თავისი ემოციები, ნუ რაღაცა მოდი ასე ხუმრობით თქვა, წელიწადში ერთხელ აძლევენ თავის თავს უფლებას რომ ვიყო სუსტი, ჩემი თავი შევიცოდე რა. ეხლა ამას ეს მომენტი აქვს, რომ ზის თავისთვის შეიძლება არ გამოვრიცხა ვიღაცა ვაფშე მარტო სვამს, ეგაც არ გამოირიცხება. და იძახეს, აი მე ასეთი ვარ, მე არავის არ ვჭირდები, ფული მე არა მაქვს, არაფერი მე არა მაქვს, აი ასე მარტო დავრჩები, არავინ მე არ მინდა, არაფერი მე არ მინდა, აი ეგეთი რაღაცა მომენტია რა. და მაგრამ აქ ეს უნდა გაიარ, ეს როგორ უნდა, როცა შენ ეგეთ სიტუაციაში ხარ, იცით როგორ უნდა გააკეთო, აი ბოლომდე უნდა ჩაძირო შენი თავი ბოლომდე. აი ნუ იტირიკო არ აქვს ნიშნულობა ბიჭი ხარ გოგო. იტირო თუნდაც, შენი თავი შეიცოდე და მე აი ბოლომდე უკვე რომ მივხვდები რომ всё მეტი უკვე აღარ არის, მაგაზე ქვემოცად რა ჩავიდე ხო? აი მაშინ წამოვე მე შენი ამოსუნთქება და ეხა ეს ჭირდება განთვირთვა ასეთი ადამიანს, უხო არ იქნები ძალიან მაგარი ესეთი. ხა ზოგჯერ ესეც საჭიროა და აი ხა ეს ასეთ მდგომარეობაში მაგა ეს გამოვა. იმიტომ რომ ნახეთ აქ არის თვითონ თავის თავს დაეხმარება.
ნახეთ, იმიტომ რომ მიხვდება რომ ნუ ჭირდება ეს პერიოდი რა, ჭირდება ეს პერიოდი ამ ადამიანს ვეჭველი. კი, ჭირდება, კი. და მერე უკვე აი ზუსტად ეხლა ეს ამით დაეხმარება მაგას ზუსტად ეს პერიოდი რომ ყველანაირად გადახარშავს, ასე რომ ვთქვათ, აი ამ ყველა პერიოდებს მიხვდეთ? აქ არ გამოვრიცხავ შეიძლება სამსახურსა და პენტაკლების მეფე გეფიცებით რა თვითონ თავის თავს დაეხმარება ეს ადამიანი. აქ შეიძლება სხვათა შორის რაღაცა პროცენტი შემიძლია იგითხრათ რომ სამსახური, ხო? არა, აქ დაეხმარა, აქ გამოვა ამ მდგომარეობენ, თვითონ დაეხმარება თავის თავს, თვითონ. ნუ ნახოთ აბა შედეგი ამ სიტუაციის რა იქნება. აქ უეჭველი გამოსვლა იქნება ამ რთული პერიოდიდან, აუცილებლად გამოვა, კარგად იქნება ეს ადამიანი. მაგრამ აი ამ პრობლემას გითხარით ჩვენ ახლა აქ კი ვნახეთ რომ ნუ აგიხსენით პრინციპში რა პრობლემა რატო? იმიტომ რომ ჯერ აქ даже ნახეთ მისი პრობლემა კი არა, აქ არის როგორი სიტუაცია. ადამიანი არის ღრმა ტრანსფორმაციაში. ამ ტრანსფორმაციაში ახლა მიდის მაგისია ეს მომენტები რომ თან იზიდავ თქვენთან უნდა ყოფნათ, თან არის ეს თქვენ რას მიიღებთ. თან ახლა ხდება ძალიან კარგად რომ არ ვიქცეოდე ისე როგორც საჭირო იყო. ეს ამას ყველაფერს გადახარშვა უნდა. მერე უკვე რომ მოძლიერდება, მერე უნდა თქვენთან რაღაცა სერიოზული წინადადები. ჩვენ უბრალოდ ცოტა წინ ჩავიხედეთ, მაგრამ ჯერ ტრანსფორმაციებში არის ეს ადამიანი და ნუ მოდით ვნახოთ ახლა თქვენთვის ახლა ნუ მისი ქმედება მოდით ვნახოთ აბა. ახლა ნახეთ რა ხდება. სანამდე არ გაივლის ეგა ტრანსფორმაციას არაფერი არ შეიცვლება. აი მე როცა გამოვა ეგ ამ მდგომარეობიდან როცა გამოვა, აი მაშინ უკვე აქ ადამიანი კიდევაც გამოჩნდება. ჯერ გოგოებო რა არის, აი თქვენ რჩევა ისეთი რომ თქვენ ანუ არ უნდა თქვათ ნუ გეპარებათ ეჭვი იმაში რომ აქ თქვენ სიყვარული რომ არის, მის სიყვარულში ეჭვი არ შეგეფაროთ რა. მის სიყვარულში. უბრალოდ ეხლა თქვენ აი ნახეთ წყვილად გამოდიხართ რა. აი მთავარი გვეუბნებიან რომ ეხლა ცოტა ხანი არ ჩაერიო, არაფერი გააკეთო, მაგას სჭირდება დრო, თქვენ მოდიხართ წყვილად აქ. ეს თვითონ უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, თვითონ გამოვა. გამოვა თუ არა ამ მდგომარეობიდან კიდევაც მოვა თქვენთან მერე. კი. ჯერ ანუ არ შეუშვა, უბრალოდ გჯეროდეთ რომ ეს ადამიანი არის, ამ ადამიანს უყვარხართ, მაგრამ აი აქ არ არის საჭირო არაფერი თქვენი ჩარევის. თვითონ მოვა, თვითონ დაგელაპარაკება. თვითონ. არანაირი არაფერი არ გააკეთოთ თქვენ, მიხვდეთ? არა. აქ აუცილებლად სიტუაცია შეიცვლება. всё, ჩემო ლამაზებო, მე რამდენი ხანი ვილაპარაკე, რა ვიცი, იმედია რომ დაგეხმარეთ, გელოდებით კომენტარებში, მე როგორც ყოველთვის გისურვებ სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.